საღამოშიდობისა ძვირფასო მეგობრებო, პირდაპირ ეთერში ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. დღეს ჩვენი სტუმარია სამხედრო ექსპერტი ბატონი პაატა აბულაძე. დიდი მადლობა ძალიან რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში ბატონო პაატა. გილოცავთ როგორც თქვენ, ასევე ულოცავთ ელს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, როგორც შინ საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მრავალს დაესწრონ სრულიად ნათლისღების მადლი მოფენოდეს თელ საქართველოს. მოკლედ დღეს ჩვენ მოდით ვიმსჯელოთ მიმდინარე მოვლენებზე. ძალიან ყოველ დღე რაღაცა ისე მიდის საქმე უკვე რომ ხალხი არის უკვე დასტრესილი ძალიან. აი ყველა ხედავს ნათლად რომ საერთოდ აღარ უსმენს ხელისუფლება ხალხს. ხალხის ხმა საერთოდ არ აინტერესებს. არც ხალხის განწყობა აინტერესებს. არ არის ხალხში ის განწყობა რომ გაიყიდოს ქართული მიწები არაბებზე და ებრაელებზე. ეს არის ქვეყნის მტრობა, ხომ? ეს ხო მარტივია, ელემენტარულია. აი ისეთნაირად არის, ესე იგი გრიფია ყველაფერს დადებული. ინტერნეტშიც კი უკვე ჭირს ყველაფერი რომ მოიპოვო. წარმოიდგინეთ თქვენ მარტო 2013-14 წლებში სანამ აკრძალავდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას, მარტო მაშინ დაფიქსირებულია რომ გაყიდულია 18500 ჰექტარი, ანუ 185 მილიონი კვადრატული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. იმის შემდეგ რასისტრაფით იყიდება, თქვენც ხედავთ. გაოგნებულია ვინც აი ამ საქმეში არის, ისეთი მძიმე შედეგებია ხალხმა ყველამ რო არ იცის კიდე ბედნიერია. უმძიმესი მდგომარეობაა და მალე საქართველო საერთოდ აღარ იქნება ჩვენი. და მოგდგებიან ეს ხალხი როგორც აი ბინის ორდერს რო გვაჩვენებენ ესე და ვინახავთ თქვენ კაცო ჩვენია რა გინდა თქვენ და მით უმეტეს არაბები საერთოდ ისეთი ხალხია. აი ყველაფერი ამათგან მოდის, ყველანაირი გარყვნილება, ესე იგი ასაკოვან ხალხს ყავს, არასრულწლოვნებიც კი ცოლებად. ყავთ კი მაგარი წესია იგა. ესეთი წესი აქვს და წარმოიდგინეთ თქვენ ესენი არიან აი ისეთი მოძალადეები და ის რომ ესენი უმრავლესობა გახდებიან აქ მით უმეტეს ახლა ამას დაემატებ ახლა არაბული ქალაქები, რომელიც გეგმაში აქვს, მაგრამ დავიხოცებით პირდაპირ ეუბნები და ამას ვერ გააკეთებენ საქართველოში. იქ დავწვევით, დავიხოცებით და ვერ გააკეთებენ ამას. მე მინდა ეხლა აი შეფასებები დავიწყოთ, აქედან დავიწყოთ ბატონო პაატა. იცის ხალხმა ჩვენი მიზანი როგორ ვაპირებთ ამას სამართლებრივი ფორმებით, რომ აი ეს ამ რეჟიმს, ამ გამყიდველების რო დემონტაჟი უნდა გაუკეთოთ ერთხელა სამუდამოდ, იმიტომ რომ თუ ხელისუფლებაში არ მოვიდა თვითონ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს თუ იქნა მუდმივად ასე გაგრძელდა, როგორც შევარდნაძე სააკაშვილი ახლა ივანიშვილისა რომ გარედან გვისვამენ და ქართველი ერის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, მაშინ ესე უსასრულოდ გაგრძელება და დასრულდება სულმარი ამ ქვეყნისთვის ქართველებისთვის. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ აი ეს სამართლებრივი ფორმებით ხალხის ერთობით აი ამ რეჟიმს გაუკეთოთ დემონტაჟი და ერთხელა სამუდამოდ ქართველ ხალხს მიეხედოს და გარე პრობლემების დაალაგოს. როდესაც მთავრობას ექნება ხალხის მიერ დიდი მხარდაჭერა, იმას უკვე ყველა მოусმენს. ნებისმიერი თუნდაც იქ რუსეთი, თუნდაც დასავლეთში, აღმოსავლეთში თუ სამხრეთ ყველა მოусმენს და ყველა ენდობა უკვე, როდესაც დიდი ნდობა აქვს თავისი ამორჩევლის. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ეხლა მაინტერესებს აი დავიწყოთ რა. და მე კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღებას. რავი ღმერთი ეხლა ისე გჭირდება ღმერთის დახმარება როგორც არასდროს. ამაზე კრიზისი 2008 წელს არ ყოფილა, ამაზე კრიზისული სიტუაცია დღეს რო გვაქვს. მაგრამ თქვენის ნებართვით ბატონო დავით მე მინდა გუშინ მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენ და პოლიტიკოსი მამუკა ფიფიამ გააკეთა განცხადება და ხალხმა საზოგადოებამ საქართველოში ან სწორედ ვერ აღიქვთ, ან რუსული კარგად არ იციან. და იქ იყო ესეთი მე აუცილებლად დაუბრუნდები თქვენი მათ ერთ ძალიან მინდა რომ ეს ხალხი განუმარტო
რომ იმ კაცმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ისეთი რაღაცები ხდება საქართველოსიო, რომ ჩვენს მეზობლებს, არა მარტო რუსებს, აზერბაიჯანელებს, ირანელებს, თურქებს, სომხებს, რუსებს, ისეთი წარმოდგენა აქვთო, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აკონტროლებს სიტუაციასო. აქ ატყდა ერთი ამბავი. აგერო კაცო, ფიფია და აბულაძე ბიძინას აправებსო. კაცმა გითხრა, ისინი როგორ ფიქრობენ? ისინი თორე ფიფიას რაჭის ვიღაცის გასაправება ტაკა. ანუ ამაზე ატყდა ერთი ამბავი. და მეორე კიდე ეს არის სისულელი, არავითარ მსგავსი, არავის გაправებას არც ჭირდება მამუკას, ვინმეს გაправება. ნეტა თავია გააპიაროს ნეტა. და მეორე დღეს ალბათ გაიგო ეკლესია შეისმინა ჩაწვდა იმას რაც მე ვთქვი, რავი, სამი ეთერია ყვირი ვარ და დღეს გამოვიდა წმინდა სინოდის წევრი და თქვა რომ ხელისუფლებას მოუწოდა ჩვენი ეგიდითო, ეკლესიის ეგიდითო ყველა ერთად შევიკრიბოთ და შევირიგდეთ. ორივე ხელით აი რაზიალებ ამას უყიროდი, ამას მკიოდი, ამას მწიოდი. აქ როგორ შემიფასეს გარკვეულმა ხალხმა ამოჭრეს რაღაცეები. აბულაძეო კაცო, ეკლესიას აკრიტიკებსო ბიჭო. გამოიხედეთ აქეთ კაცო. პატარა ცანავაა და დოროთერო არის იმისთვის არ მithქვია ცუდი სიტყვა. არც ვიტყვი და რატო? თუ ვინმე უნდა თქვა ცუდი, ხო ბიჭო, რავი ყავს მაგას თავისი ეკლესია, წმინდა სინოდი იქ რაღაცა. ხო და იმათ მათქვა კაცო. მე ის კიდევ მე მეშინია ხოლმე ეკლესიაზე ლაპარაკს რო ვიწყებ. შინაგანი შიშმა კაი სულ ფიქრობ რომ რაღაცა არ წამოუწდეს რა. ხო. და რას ვთხოვდი ეკლესიას? აი ეხლა კიდე ერთხელ გავმარტავ რომ არის სპეკულირონ ამა ჩასაფრებულებმა რა, აი უკვე აღარ მაქვს ნერვები ამათ. ბიჭო, რეონები ამ ეკლესიას, კაცო, 3 თვეა ეს პროცესი გრძელდება. ხალხი ღელავს. აგერ ბათუმში ტიტველი არაბი ხო შევარდა კაცო, ჩემი მე ხო არ მიგონებ. ტიტველი შევიდა ჩვენი შვილების სკოლაში, კაცო. ტიტველი ხალხო. და ესენი დგანან იქ ბიჭო ერთი კაცი არ აღმოჩნდა რა და იღებენ მარტო იღებენ რა მოკიდე ხელი შეუპატრონ და გააგდე იქიდან კაცო მე აგერ კაცო იქ აღმაშენებელზე ქალი ვერ გაიყეს ქართველი ქალი და დაწყეს ერთმანეთს კაცო აგერ კაცო დიღომში ჩემთან კაცო ქართველი ბიჭი ცემეს ანუ რას ველოდებით მე ეკლესიას რას დავთხოვ ბიჭო თქვენი მრევლი გვაქვს თუ თქვენ ჩუმად ახართ ბიჭო რა ჩვენც გავჩუმდებით მაშინ იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ხელისუფლების იმაში საპერსონალო არა ორგანიზაცია რო აი ის რაღაცა ღონისძიებები ხო ზიან კაცო ბიჭო რავი თქვენ გაქვთ დოსტოპი რომ რაღაცა უთხრათ ან გამოდით გითხარით რომ შვილებო ნუ ნერვიულობთ არ არის ისე საქმე როგორც თქვენ ხატავთ ყველაფერი ეკლესია აკონტროლებს და ეკლესია არ დაუშვებს რაღაცა ებიო წავალ სახში კაცო ჩვენც დავწმარდებით და ქვეყანაც დაწმარდება ხო ეს უთხოვე ეკლესიას კაცო ვიქნებობ ჩვენ მართლა ვწდებით კაცო აი იმიტომ რომ თქვენ ახართ 1700 წლის მეორე 59 წლის კაცო იმიტომ რომ პირველი კიდე ერთხელ გავმარტავ თუ ვინმეს დაარტყავს ის ვისით რაზეც ჩვენ ღელავთ ბატონო დავით დაარტყავთ პირველი ეკლესია თორე აბულაძე და გაქოს მართლმადიდებელ ქრისტიანობას კი ისინი მე კი არ მომივარდებია კაცო შენ მოგივარდებიან ეკლესიაში შენ მრევ შენ მომოვა წაიყვნენ და გადაჯიშებენ კაცო რომელიც ჩვენ არა ვართ მიდრეკილები კაცო ამ დოლარებზე და იმაზე გახედე კაცო გათხოვილ ხალხს კაცო 10000 ახალგაზრდა წაში უკრავდა კაცო ბიჭო ამიტომ ვთხოვე რომ თუ ესე არ არის და ხო შეიძლება მეჩვენება რა კაცო რავი გვეჩვენება რომ არ შეიძლება მეჩვენებოდეს ბიჭო გამოდი და მითხარ რომ შვილებო დაწყნარდით არ არის ისე მოამუქებთ და რავი წავალ სახში ვიტყვი და თუ ვიღაცა შემეკამათება ვეთქვი რომ აი წმინდა სინოდს ახლა ასწავლი ჭკუას პირიქით აქეთ დაგიცავ კაცო სიჩუმე ვერ გავიგე რას ნიშნავს მეთქი რა მაინდა-მაინც სისხლი შეტაკებები დაიწყოს აქა რომ შეტაკებები რომ დაიწყოს მე უნდა გააკეთო განცხადება რომ მოუწოდებს სიმშვიდისაკენ ბიჭო ნუ მიიყვანთ იქამდე რომ ამ განცხადების გაკეთება დაგჭირდეს კაცო იმდენი შემოვიდნენ მოხდება რაღაც მოხდება უკვე ხდება მეთქი ეგ რაც ხდება კიდევ და სისხლი დაიღრება უყურეთ აეროპორტში დგას ვიღაცა არაბი თუ ვიღაცა უცხოტომელი
დარბის რაღაცა იგინება იფურთხავთ ეს ჩვენი ძალოვნები დაასდევენ და აი დავიჭირო და დავაკავო თუ არ დავაკავო თუ არ დავაკავო ბიჭო ეს რომ ქართული გაეკეთებინა ხო ეგრევე მოკიდებდით ხელს და გააქადებდით კაპეზეში კაცო კი ბატონო ბიჭო ამას ვერ ხედავთ მე კი უყურე რატო ხალხო კი ბიჭო ვიღაცას გონია რომ მე რაღაცა ამიტომ თხოვე რომ გამოდი და დააწყდა შენი მისიაც ის არის კაცო ის კი არ არის მისია იქ მარტო იჯდე და ღონისძიებებზე და რაღაცები თუ გამოდი გითხარი შეიძლება არ ინერვიულოთ დაწყნარდით კაცო ვიღაცა შეიძლება ტყის გირებთ თუ კიდე ეგრე გითხარი კაცო ოღონდ გითხარი რაღაცა კაცო რა არის ეს კიდე გონი პირველი თქვენთან გატყავენ გეუბნებით თქვენ იმიტომ რომ ესენი არაფს ხაკა უყურე ეხლა აქაც გავიმეორებ რა აი 5 საუკუნეც რო იცხოვროს სხვა ქვეყანაში არმა გეტყვით მაგით მეტალობას რა ჩაბახიშვილი წაიკითხეთ, რა ვიცი, ლევონსანი კიდე წაიკითხეთ, ის აი ჩაჭიკჭიკებულია ხალხ, კაცო ისტორიკოსები წაიკითხეთ, თურქული მწერლები წაიკითხეთ, იქ წერია ყველაფერი. აი 5 საუკუნე იცხოვრა სხვაგან, აი პირობითად ევროპაში. და იმ არაბმა ნახა რომ თავის მემამულე, გოგო, გაუშვათ, რაღაცა ევროპული ანუ ცოტა ისე ფასეულებების ცოტა შეიცვალა. ცოტა, აი დაუშვათ პომადა წაისვა. ის არ დაკოწინდება მასზე. იმდენად აქვს გენეტიკაში მას რომ ის მისი სუბკულტურა წარმოუდგენელია სხვა სუბკულტურასთან თანაცხოვრება. ეს თურქებს შეუძლიათ. ირანელებსაც შეუძლიათ. ეს ის სამყარო რომელიც არ ეგუება არაფერს კაცო. მართლა არ ეგუება არაფერს. ეს იმდენად საშიში საზოგადოება. ცუდია და კაი კი არაა კაცო. უბრალოდ მათ თავისი კულტურა აქვს და ხმეთმა გაუმარტოთ დიდი კულტურა აქვს მაგისი კაცო. და ხმეთმა გაუმარტოთ თავის კულტურაში. მაგრამ მაგათი კულტურა ქრისტიანულ კულტურასთან ვერ თანაცხოვრობს. აქედან გამომდინარე თხოვე საპატრიარქოს კიდოკა ეხლა მაინტერესებს აი რაც ეხლა წმინდა სინოდის წევრმა რო გააკეთა განცხადება ჩემი აი ასეთი დაჟინებული თხოვნის ჩემი არა კაი აბა ბატონო და როგორ არის ცი როცა საზოგადოებაში ესეთი უკვე იწყებს ლაპარაკს ეს ხალხი არა კუხნაში არამედ კუხნაში რო ლაპარაკობდნენ კაი ვითმედი რომ მე წმინდა სინოდმა ეს ხო იცის და გამოვადა იტყვის როცა უკვე ქუჩაში დაიწყეს ლაპარაკი მით უმეტეს ეს წმინდა სინოდი არის სამად გაყოფილი აი ხლა ჩამოგიყალიბებთ კიდევ ერთხელ რომ მე არავის არ ვაკრიტიკებ მე გემი მოცემულობა რაც არის და ვისაც არ გჯერათ თუ გეზარებათ ხო მითხარით მომწერეთ და პირადში ჩაგიგდებთ ვიდეოებს კაცო რუსთავებზე რამდენი მოძღვარი ნახეთ ეს არის ისინი არიან დედა ეკლესიის წიაღში კაცო ისინი არავის არ განუკვეთია კაცო მე იმიტომ მაგზე ცუც ვერაზოს ვერ ვიტყვი სანამ ის არის დედა ეკლესიის წიაღში მე მაგ ცუც ვერ ვიტყვი კაცო გინდა პატა ცავა იყოს კაცო ახლა გეუბნებით კონსერვატორების ეს რო იყო აქცია ხო რამდენი ათობით და ასობით მოძღვრები იყვნენ და მე გადახედით სახელმწიფო მოძღვრებს ანუ ვერ გავიგე რა შობა იზეიმა ამ პატარა საქართველოში შობა საქართველოს იზეიმა ყველამ ცალ-ცალკე კაცო მე შენ გეტყვი მეგაპოლისი ვარ და 10 მილიონი ხალხი ვარ თუ რა 1,600,000 კაცი ვარ რა გაწი გამოწი ბიჭო არ კიდევ თხოვე ბიჭო რო გძნობთ უკვე ქართველი კაცი გენეტიკურად რო გძნობთ რაღაცა ნიტო მიდის საქმე რა რაღაცა ბიჭო რაღაცა არ მიდის ისე კარგად საქმე და ის ინსტიტუტი რომელიც 1700 წელია და მუდმივად მისი მისიაც ის იყო ერის გაერთიანება აი ამ მარაზმისგან დაცვა მორალური ღმერთში გამტკიცება და მორალურად გაზრდა ბიჭო ხედავ იქაც რაღაც ისი არ მიდის იქაც კაცო ამიტომ ეს ქმნის ისეთ რაღაცას რომ მე აი უყურე გამოვიდა სახელმწიფო მოძღვრები და რაღაცა თქვა თქვენ როგორ ფიქრობთ ის რუსთავაზიროზიან ისეთი დაემორჩილებია არა რა თქმა უნდა კაი გამოვიდა იქიდან მეორე კონსერვატორების მოძღვრები თქვენ როგორ ესენი დაემორჩილებენ დაცემად დაუწყებენ კაცო მაგრამ ესენი ხო არ არიან ესენი დაბალი რანგია მაინც ეს ხო არა მიტროპოლიტები და ანდრინეუპე განახოთ მინდა სინოდის გადაწყვეტილება მთავარი და
იქაც მე ახლა არ მინდა ბატონო პაატა პირდაპირ სახელგვარი დავასახელო ეს ისა რა ქვია მეუფე ვიცი ერთ-ერთი მეუფისგან როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და ხმას აძლევდნენ შუაზე გაიყო ლიბერალური ნახევარი ესე იგი ამ წმინდა სინოდიდან აღმოჩნდა ლიბერალები ნახევარი ასე ვთქვათ კონსერვატორები დავარქვათ ხო პატრიარქმა გადაწყვიტა მე ეს საკითხი გავიგე ბატონო დღესაც ვიყავ ეკლესიაში და მოძღვრები მოვიდეთ არ ვიცნობდეთ ისე მოვიდნენ მოძღვრები და აი ყველა სიტყვაში ხარც გიჭერო რა უყოლე მე სად ვარკვიო რანგი და ისა მე ვიცი რომ გამოდის ვიღაცა ხო და ამიტომ მაგას ვაღო წმინდა სინოდი შეიკრიბოს და საპატრიარქოს ოფიციალური პირისა კაცო პოზიცია დააფიქსირონ ამ თემაზე ამას ეკნება ძალა აბა მე რატომ ოფიციალური როცა უბრალო აბივაჭელი შეიძლება ის არც არის გარკვეული მეუფე რა არის მიტროპოლიტი რა არის მოჭილი რა შეიძლება არც მეც არ ვიცი შეიძლება კაცო იმ დაუშვა ესეთი რანგები ხო ხო და მე ხედავ ერთ რამეს რომ რავი იქა დგანან მოძღვრები მივდივარ ჩაოლებრივად მეუბნები დამლოცით მამა რო გავივლი ხოლმე რუსთაველს დამლოცით მამა გავივლი კაცო იმის არც რანგი ვიცი და არაფერი კაცო იმ უბრალო ხალხმა მრევლმა რა დააკეთოს კაცო თქვენ იმაში არჩიოს იმან რომელია მიტროპოლიტი და რომელი მეუფე ბიჭო რა არის ესა კაცო იქ ხო მე სულიერად მიჭის მე ხო მადურმა მოვიდი კაცო თუ როგორ ვარკვია ხო და ეს დაბნეულობა ვისი ბრალია ხო არ ვიცი იმიტომ რომ არ არის ოფიციალური პოზიცია საპატრიარქოს ხო მე ამიტომ მე ცოტა ხალხს კიდე ერთხელ გონები ჩემზე შიშარაკაცი ეკლესიასთან მიმართებაში არ არსებობს მონია რა პირდაპირ გეუბნებით ეხლა რაც შეეხება აი მოულინებს ჩვენთან რაც ეს აულო არ გამეკეთებინა ეს განცხადება არ შეიძლებოდა ეხლა რაც შეეხება ამ ესენი რო დარბიან კაცო ეგ არაბეთში და ხო იქ რო დარბიან აი სადმე წავიდნენ სხვაგან ვისაც წავიდეს აი ხელისუფლება იქ რო აი მითხარით სად უნდა წავიდნენ ერთი ორბანი ყავდა და იმ ორბანმა უთხრა კაცო გამანებეთავი თქვენ კაცო საერთოდ ამ ქვეყანთან არ ხართო თქვენ არ ხართ ამ ქვეყნის ვაფშე სად ხართ ჩვენ მე გავიგეთო მე უჩიჩთან ჩავიდეთ იმან მოუწეს აღარავინ დარჩა აგერ ხო უყურებთ ინვესტიცია მარტო არაბებისა მაგათონ უყურებ ინვესტიციას რო უძახიათ თორე ეს არ არის ინვესტიცია მაგათონ ანუ მაგათ ერთადერთი ეხლა იქაც რო ჩავიდა რა ის მეფეს გაზდა ეუნება რატო ჩამოხვედი აი ელექტრონულადაც შეგიძლია ხო რავი აი კაი მიწები მაქვს არ გაწვალდეთ პირდაპირ აქედანვე იყიდეთ ხო და ამას უყურე მაგას გეუბნებით რა რო ჩავიდა რაღაცა მოძრობა ხო უნდა გააკეთოს კაცო შემდგომ რაღაცა პოლიტიკური მოძრობა ხო დავოშია და მეორეთაგან ეძახია ამ ტრადიციული სამყარო არ ეძახის სოდომიტური სამყარო არ ეძახის საერთოდ არ ეძახია ბიჭო რაღაცა ხო უნდა გააკეთო ჩავიდეთ იქა რო ჩავიდე რა შემოხვედი ხო ეკითხება ეს ახლა მე უბრალოდ გეუბნებით ცოტა უტრირებ კიდევ იმ შეიძლება უთხრა აგერ კაი მიწები მაქვს და ხო არ გინდა პატივცემულო კიდე დამატებით სხვა მოძრაობებს ესენი ვეღარ გააკეთებენ გამორიცხული ეკთება მეთქი კაცო ამათ გონიათ მე ახლა ამათი ცუდი მინდა და რომ უფრო აი რაღაცა ნიშით მოგებით არ ვამბობ ნიშით მოგებით მოცემულებად გეუბნებით პროსტო ხალხს არ უნდა ამის გაგონება კაცო მაგათ ადგილზე აი რა უნდა გააკეთო აი მითხრა რა უნდა გააკეთო ერთი ეუბნება იქიდან სანამ ხელისუფლებაში ხარ მე არ გელაპარაკები ისინი ეუბნებიან თუ გინდა რომ დაგელაპარაკო ომი დაიწყე თუ გაგიჟდეს ხალხი სადღაც წავიდნენ არ იციან მოსახლეობასთან არის ოპოზიციაში გადასული უბრალოდ ყავს ერთი თავისი რაღაცა წრეს საზოგადოების იმედის ჯორჯიან ტაიმსის და პოსტის საზოგადოება ქვია ხო და აქ ტრიალებ და იქი დანარჩენები ჩვენ ვართ დიპსტეიტები ნასები რავი რაღაც ჯანდაბები ოხრობები ხალხში გადავიდა ოპოზიციაში აქ ეხლა ერთი რამეც არის უყურე ბატონო დავით ეს კაი გამახსენდა ხა თან მოყვა გავავიდა გუბე სანიკიძე ამას ყველგან გავიმეორებ რა და ეხლა მაგაცი არის მე პირადად ვიცნობ კაცო ეხლა ერთი წელი არ არის და რავი 9 წელი ოპოზიციაში როცა ნორმალური გუბაზე იყო და გამოვიდა და როგორც აღმოსავლეთ მწოდნე მე მართლა მაგარი მწოდნე ახლო აღმოსავლეთის ბიჭო რა ვიცი ახსნა რას ნიშნავს არაბეთი და რას ნიშნავს ამის გაკეთება ბიჭო რა ვიცი ანუ გააკრიტიკა ხელისუფლება ამ არაბიზაციის თემაში ხო მე მაგალითად ეხლა ვამბობ ყველანაირად ვეთანხმები გუბას სანიკიძე ეხლა გეუბნით ხელისუფლება რას ეზამს გამოვარდება თავისი ექსპერტებით
აი მამაძაღლები რო ყავს გამოვარდება და იტყვის რა აკე ხალხო ხო გეუბნებოდით ესენი ერთნი არიან მე ვეუბნები ხალხს არ დააკომპლექსებინოთ თავი მაგით არ მისცეთ ეგ იარაღი ხელისუფლებას რომ იცი რა მოდი რა მე იმასთან არ კაცო ეს არ არის პოლიტიკური საკითხი ეს თუ მოხდა როგორც ლიბერალს მოხდება ისე ბატონ დავით თქვენც მოხდებათ მეც ვიკენდის და ჟუჟუნასაც აქ ეს თუ ჭერი ჩამოიგრამს სახლის რასაც საქართველოს ქვია იქ ყველა მოყვებით კაცო იმის გამო რომ მე თავი დავიკომპლექსო რომ იცი რა გუბასდიმა თქვა და მე ხო რა ვიცი თქვა და სწორია კაცო როგორც კი გუბასანიკიძე დაიწყებს საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკს რაღაცა იმაზე მე თვითონ გავიმიტდი ოპ შენ უკვე არა ეს უკვე არ არის მაგაში მაგრამ ამაში არ დავაკომპლექსებინოთ თავი მეთქი ხელისუფლებას ვინც არ უნდა ისა თქვა ბიჭო იმასაც ბიჭო რა ისაც საქართველოს ხო ბიჭო არ გაქრებია ბატონო დავით გინდის რუსთაველზე რო ყრია მაპატიეთ რო დადია დასეიდნობენ ჩვენც არც ხელისუფლება არ გაქრება რა ყველა ამ სახში ვცხოვრობთ კაცო თუ საწავლი ხოთ მაინც მოგვიწევს თანაცხოვრება ერთმანეთში რა თქმა უნდა თანაცხოვრება ეხლა რა გამოგეთოთ როდენდე ვიყოთ ერთმანეთში სიძულვილში კაცო ბიჭო რავი ეხლა იმ გუბას სანიკიძე დილით დგება ფისი საკეთებს მე ჩავაკეთებ რა გავაკეთო ეხლა გუბას სანიკიძეს გამო არ დავიდე თვალეთში კაცო ბიჭო რა სიგიჟებს ანუ ამას გეუბნებით რომ არ ეს კომპლექსი ამოაღებული არ მივცეთ მაგის იარაღი ხელში რომ აი ხო გეუბნებოდით ხალხო აი ნახეთ რა თქვა გუბას სანიკიძე და ერთნი არიან კაცო ეგენი ერთნი არიან კაცო იქიდან იმართებიან მე ვიცი მაგათი მოძველებული სიტყვები უკვე კაცო არაფერი არ გამოვოთ მაინც მე გეუბნები არაფერი ეხლა კიდევ ერთხელ რომ ყველაზე მთავარი ეხლა მნიშვნელოვანი სიტყვა არის საპატრიარქოს როცა ამბობენ რომ პატრიარქმა უკვე თქვაო კაცო ის თქვა 2016 წელს როცა იყო მიწების გაყიდვის აქციები რო იყო კონსტიტუციაში რო შექონდა ნორმალურ საზოგადოებაში ეს განცხადება უკვე საკმარისი უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ეს საკმარისი უნდა იყოს და არ უნდა გამორბოდეს კერძო ვიღაცა წმინდა სინოდის წევრი და უნდა ამბობდეს აი კაცო აი ეს გაყიდვა რა ის არაბიზაციაო არ უნდა შეიყვანო ხალხი გაუგებრობაში პარალელურად გამოვიდით მეორე სინოდის წევრი და იგივეს კი ამბობს საწინააღმდეგოს ამბობს რომ არაბიზაცია არ შეიძლება გამაგებინეთ რომელიც დაგიჯეროთ ხალხო მეუფე იაკობის განცხადება ხომ ნახეთ თქვენ დიახ ნახეთ არავით არის არაბიზაციაო რის არაბიზაციაო და ეს აი ამ დროს სად არის წმინდა სინოდი არ ვიცი მეთქი აი ეს ხო უნდა დაგმობილიყო ხალხო მე არ ვერები მე კანონებიც არ ვიცი მაგათი მე ვარ კიდე მე ვიცი ამიტომ თხოვე ჩვენ რო ჩავატარეთ მაშინ აქციაგან აი იმას კი არ ნიშნავდა რომ ვინმე იქ სიძულვილით მივიდა კაცო პირიქით რო ნათლავენ ხოლმე მივედით სიყვარულით იმით რომ ჩვენ ვიცით რომ დიდი გავლენა აქვს ხო აი ხო ხედავთ ხოლმე თუნდაც ოჯახში წმინდის დღეს რამდენი ადამიანის გაყვანა შეუძლია გავლენა გაქვს ქვეყანაში და შეიძლება ქვეყანა გადაარჩენო ხო მოდი დაგვეხმარეთ ვეუბნებით მოდი ერთად იქნებ გეჩვენება კაცო გითხრათ არ გეჩვენება კაცო ეს კაცო რა ქვია საპატრიარქოს სახელით რო გამოდის და იგივეა ხო მიტროპოლიტი ამ ხელა არავინ არ გამოსულა მანდედან კი გამოვიდა მე საწინააღმდეგო ისიც განაცხადეს ხო ხო მაგას გეუბნები ხალხმა მაგრამ არა აქვს აზრი ამას ამიტომ ეს სათითაოდ კი არ უნდა გამოდიოდნენ მეუფეები უნდა მიიღოს საპატრიარქომ წმინდა სინოდმა ოფიციალური პოზიცია. ეს არის მთავარი. ცალ-ცალკე ჩვენ რა გავიგოთ კაცო? რა არის? რომელი ახლა საპატრიარქო პოზიცია? იაკობის თუ სპირიდონის სიტყვაზე ვიზარდ. აი უღარ ბატონო დავით. აი თუ ჯამდელიანი ვერ გავიგე. მეც ვერ გავიგე და ამიტომ მე ვიცი ერთი რამე რომ ეკლესია არის ერთი სხეული და ბიჭო რავი ესაც ხო ის არ არის კაცო დეპუტატების თავშესაფარი კაცო რავი სულ მე ვენა მიშრება ეკლესიაზე იაკობის ეს განცხადება პირდაპირ აი მე მიყვარს ღიად ლაპარაკი და არაფერი მიკი მოკებული კაცო ეს იყო კოჭი გაუგორა პირდაპირ ქართულ ოცნებას ხედავს ეხლა რომ მანე დადგება ღმერთმა ყველა აცოცხლოს დიდხანს კაცო და პატრიარქს მაგრამ ხედავს რომ დაუძლულებულია და მოვა ეს დრო მალე ალბათ და იქნებ როგორმე პატრიარქის სავარძელს გამოჰკრას აი უყურეთ ეხლა ნახეთ
ბევრი იტყვის ახლა რომ რას ლაპარაკობდა იაკობი როგორ შეიძლება პატრიარქად და ვისაც ყველაზე დაბალი ავტორიტეტი აქვს და ვინც ისეთია რომ მას აღარ ექნება დიდი ავტორიტეტი აი თვითონ იმასაც რო შეუქმნის პრობლემას რო დააზიანებს მთლიანად ხო ქართულ ეკლესიას ისეც აირჩევენ პატრიარქად როგორც აირჩიეს პრეზიდენტები სამარცხვინო აგერა მარგველაშვილი მე ქესიშარაკე სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნის ჯაშუში ომერესպես აი სულ ყველა შეხედეთ ხო ვინც ინიშნებიან თანამდებობებზე ხო ეს სპეციალურად კეთდება რომ ავტორიტეტი შეულახონ და ბოლომდე მისასთან გაატარონ საქართველოს ამიტომ მის მოსალოდნელია იაკობი უყურე კიდევ აი მე ვარ 59 წლის ეგენი არიან 1700 წლის კაცო კი ბატონო უფრო მეტია გავლილი უფრო მეტი ქარცეცხლში არიან გავლილები და რა ვიცი მარტო ერთი ის რა დღის 7000 ბერის თავი აღდგომის ღამესო თავი მოხმირთო მეშინია ხოლმე ახლა აი არ მინდა უბრალოდ მერტი სათხოვარი მაქვს ჩვენ შეიძლება იმდეს ვერ ვაზროვნებთ და ვეუბნებით რომ რას ავთხოვ გამოდი და გითხარი შვილო აი სამშობლო გადავარჩინოთ მართლმადიდებლობა გადავარჩინოთ ისე მარტის სამშობლოს გადასარჩენი და ეგ მითხარი შვილო ტყუილან ერვილო პარტიის სამშობლოს გადასარჩენი შეიძლება ეგ არის კაცო მითხარი მეთქი რა წავალ კაცო შვილიშვილებს მიუხედავ და შვილებს კაცო ამათო ჩაციკლული კი არა ვარ კაცო და ვერ ხედავენ რა პროცესი მიდის საბერძნეთი როგორ დაშალეს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია უყურეთ როგორ დაშალეს უკრაინა და უკრაინას რა გაუკეთეს ხო უყურეთ გავიგე მართლმადიდებლური იმას რა ხედვა უნდა და აი 2 წელია მე და მეუღლე მივდიოდით ხოლმე აი ახალ წლის ღამეს და იქ ფოტო ახლა იმას უყვარს რომ მე აი ფოტოს გადაღება მიყვა ჩემ საკეში მე რო ვიყო ჩემ თავის მეცნო მეშინია კაცო ხო მაგრამ იმას უყვარს რაღაცა ფოტოებს უღებ რაღაცას იქ ნუ ქალბატონია და ორი თანაც იმ ხალხთან ერთად მივდიოდი ვინც აპრაევებს დღეს იმას არაბიზაციას ბიჭო რავი წელს ვერ წავედით კაცო ამას მარტო მე ვერ წავედი? და იგენი რატო ვერ წავედი? რატო არ მოკიდეს კაცო შვილიშვილებს ხელი მეთქი კაცო რამ შეუშალა ხელი? თუ კი შარშან წინ დავდიოდი წელს რამ შეგვიშალა ხელი? ბიჭო ამას ვერ ხედავენ რომ რატო მომიდა თავშევა იცი? თქვენ რო თქვით რომ ვერ ხედავენ ბიჭო რა დაგნახვა უნდა კაცო? ყველა ქართველმა ხო ნახეთ ესა აი მითხარით ქართველმა რომელმაც ეგ არ ნახა რომ იქ ქართული სიმღერა არ მღეროდა კაცი ქართული მუსიკა მე ვერ გავიგე იქ რაღაც აი თავის ის რო აქვს ხოლმე ის ნახე უფრო მეტ გეტყვი უკრაინელი ლიბერასტი ქალი და ბლოგერი იქიდან გამოქცეული სოროსისტი მოკლედ წარმოგიდგენია ის ტიპი ის ქალი დგას ვიდეო ჩაწერა რა და ესეთი რამე არ მინახიო, აქ ქართველების გარდა ყველა არისო. ყველა ზეიმობს ქართველების გარდა საქართველოსიო. ბიჭო, ესაც მეხوارოთ თქვენი სამყაროს წევრი. აი ლიბერასტი, ტრანსგენდერი, გეი, ესე აი სამყაროს წევრმა ისაც კი შეწუხდა, კაცო. ბიჭო, თუ კი იმან დაინახავ, რავი, ყველა მხედავთ რა. კიდე მიუხედავად ამისა, შეიძლება აი ვეუნები კიდევ ერთხელ საპატრიარქოს, ბიჭო, შეიძლება გვეჩვენება. ებიჭო გამოდი და მითხარი რომ შვილებო გეჩვენება. შენ გავალ იმიტომ რომ პირველი შენ მოხდება კაცო ცხიმპიში, მე კი არ მოხდება. კი. შენ მოხდება და შენ 1700 წლიან ფესვებს მოხდება ერთხელ და ის ნატრა ის ოცნება ვიღაცებს კაცო აუხდება რა. იმიტომ რომ 17 მაისმა შეაშინა იმათმა ნახეს რომ აქ ეს ინსტიტუტი თუ არ დავშალეთ აქ ჩვენი მიზნების ისინი ჭკვიანი ხალხია კაცო ისინი თემატურად მიუძღნენ საკითხს შემოყარეს ესენი გეკითხებით კაცო ბიჭო ისინი რო შემოდიან ნახევარი წმინდასინოდი გაალიბერასდეს არ ვიცი ახლა მინები რა გააკეთეს მაგრამ მე გეუბნებთ რომ ამ ეს სპეცოპერაცია ჩატა ამას სპეცოპერაცია ქვია ამას პოსტ არ უნდა ამის გაგვება ის არაბები და ის პაკისტანელები რო შემოდიან კიდე ერთხელ რონები ხავს იმიტომ კი არ შემოდიან რომ აი ხა წავალ და საქართველოს ცუდს გაუკეთებ ბიჭო ამიტომ კი არ მოდიან კაცო იმას თვითონ არის ის ვისი იარაღია კაცო აქა მე იყენებენ როგორც იარაღს არ გჯერა ჩემი თუ
თუმცა რაღა დაჯერება გინდა ტრამპმა რეგულარული ჯარი გამოიყვანა და პირდაპირ უცხო ბრძანება. მანქანით გადაუარეთო საერთოდ თუ ცეცხლი გაახსენითო კაცო. ბიჭო იხელა პრობლემა შექმნეს მეთქი კაცო. შენ ვინა 1,600,000 ერი. აქედან გამოვაკელი კიდევ არაბი დამოკიდებულება რომ შეშმე პირები არასრულწლოვანები რუსთაველი მოსიარული ხალხი ხო აი ხოდა მარტო ჩვენ ხედავთ კაცო ამას. აი არ არის ეს ტრაგედია კაცო. ყველანაირად ესე იგი ყველანაირად ტრაგედია და ყველანაირად დაშლილია ქვეყანა ხალხი ნახეთ როგორ არის. ვიცი ოჯახები რომელიც არის თქვათ ნაცების ერთგული, ვიცი ოჯახები არის ქართული ოცნების მომხრე, ვიცი ოჯახები რო არის ოპოზიცია და შები. იქ შეხვალ იმათთან აქვია ქართული ოცნების მხარდამჭერ ოჯახში და იმედი აქვს ჩართული. იქით შეხვალ და ფორმულა ამის TV პირველი რა ქვია ნაცების იმაზე კიდევ აქ რაღაც სატელიტები ხო აქეთაც არის რაღაც სატელიტები აგერ ჯორჯიან ტაიმსი და ისინი რო არის ეხლა არ მინდა ეხლა გვარდასახელი დავასახელო ინტერეს ღია პოლემიკა ქონდა იმაში რა ქვია კომენტარებში ეხლა ყველა იცნობს საქართველოს ჯამკაც სადა გაქვთ ექსაბუთებიო გადაუღეო ფოტოო და გადმომიგზავნო ვიცი ფოტო რატო უნდა გადმოგიგზავნო რუსთაველზე აქ რომ ქონდა გამოფენილი საჯარო რეესტრიდან ამობეჭდილი ეს ამოდენა უზარმაზარი რაოდენობის გაყიდული საქართველოს აქცია რო იყო რატო არ მოხვედი იქ გეშინო და იქ ქართული ოცნებისგან არავის არ დაენახე რატო არ მოვიდა აი იმ პიროვნებას მიმართა მოგძანდი მე უთხარი ოფისში გინდა პირდაპირ ეთერში დავფიქრდებიო მეტი არა ჩემтер ისაკ არ დაიწყეს აი აგერ დაულაგე პამსაბუთებს ყველაფერს და მოვიდეს და მე მელაპარაკოს კაცო ან თუ არა ქუჩაში არ დადის ბატონო პაატა ქუჩაში არ დადის თქვენზე კარგად ძალიან კარგად იციან ამას ელა მივუიტყუებთ კაცო თქვენზე კარგად იციან კაცო რაც ხდება ამ ქვეყანაში და მეორე კიდე გოგახაინდრავა როგორ უნდა გეждდეს იდეოლოგია აი ნუ როგორ ეს რა ქვეყანაში ცხოვრობ ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ კაცო კაცი მკვლელი კონსტიტუციური სახელმწიფოს რა ქვია დამაქცევარი ჩამცხრილავი ხალხისა იქ პრეზიდენტის კორტეს გაუხსნა ცეცხლი ბავშვები და ისინი დაიღუპნენ იქ მე კიდე იქ ჩვენდის აღარ მინდა ხო სამაჩაბლოში მინდიაშვილი ცოცხლად დააწევინა და იცით რა არის ასეთი ადამიანი ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ პრემიებს იღებს ნაცვლად იმისა რომ ეს კაცი გაჟილი იყოს წელსაც აგერ $1,000,000-მდე თითქმის 995,000 თუ რაღაცა პრემია აიღო რომელი პრეზიდენტსაც იმას იზავე რა ქვია აი შევედეგრებ ამას ვერავინ ვერ ასწრებს თაიგულებს ეს გადის ეს გაიქცა იმასთან სალომესთან და ახლა სალომეს აგინებ ჯაშუშიო შენ არ გარბოდი თაიგულებს თეთრი თაიგულებს მაგარი ყველაფერს ერგება ეკაცი მაგარი კაცია რა გინდა არ ვიცი ეს რა საშინელება ესე ყველაფერი მოსწრეს ჟურნალისტიკა მოსწრეს ამას ეხლა წეგან შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენელი გამოვიდა და რა ბედნიერი ვარ რომ ამ ფასების გაიაფებაზე საუბრობს ამნაირი ცინიკოსები მე არ ვიცი 250 ლარი მეზოგება უკეო ყოველ კვირაო ესე იგი ამან ნახა მარტო თურმე გაიაფებული პროდუქტები და ემ ხალხმა პირიქით ნახა კაცო გაძვირდაო პირიქით რაც კობახიძე პირიქით სადმე გვითხრას კაცო სადიყიდა ჩვენც მივალ ჩვენც ვიყიდით კაცო მართლა გეუბნები ეგეთ ამის უწერ ხალხო ვაჟებს შაველაზე ამა და კუჩაზე აი ამ ფაში იყიდება ბიჭო დავკოკა მაგრამ მივალ და ვიყიდე როგორ ტექნიკურადაო დიდი კი არაფერიაო კაცო მაგრამ მაინც ახლა კვირაში 250 ლარი უკვე მეზოგებაო გაიაფებულა თურმე პროდუქტი და ეხლა პროდუქტების გაიაფებას რო ძალოვა სტრუქტურებს დაავალებ თუ მართლა აი სახელმწიფო საქმე ცუდად არის ესე იგი ეროვნულ მრეწველობაზე არ აფიქრობ წარმოებაზე არ აფიქრობ სოფლის მეურნეობაზე არ აფიქრობ და რა უნდა გაიაფოს კაცო ხიშით რომ მიადგება რა ქვია უშიშროების წარმომადგენელი თან უყურეთ რა ძალიან რაღაცა ეს ხალხი საიდან მოვიდნენ არ ვიცი აი ხო გონით რაღაცა აი ძალიან დაბალი დონეა კი არა დონეც არანაირ დონე ნულს ქვემოთ არის ეხლა მაგ არაბის იმაზე გამახსენდა უყურე აი ეს არაბეთში ვიზიტი რო წავიდნენ ესე კრესლოში ვზივა რა და ამასონები მეუღლეს რომ თამუნე მეუთხარი აქ ან ვიღაცას დაიჭერენ
ან ვიღაცის სახლიდან მეუთხარი რაღაცა სამოიხებიან, რომ აიო. გადაფარონ ხო? ხო, რაღაცა ესეთი მეთქი. საწყალი გააკარეს და გარემოშელი დაიჭირეს კაცო. გონი უთხრეთ, მაიტა უთხრეთ კაცო, მაგას ხო ის პროცესი საპროცესო ყოდა. მაიტა გიშველი რა მე მაიტა შედი ციხეშიო რა. ეს გადაიფარა ერთი დღით. მარჩაკინო. ამ პრობლემას, მარტო ის პრობლემა კი არ არის კაცო. უყურეთ რა. ნახე რა გააკეთეს რა მათმა და ამას აი ეხლა მეგობრები ხალხს. რაც ხელისუფლებამ გააკეთა ირანთან მიმართებაში. თელი საქართველო, აი წარმოიდგინეთ, აი ეს რუსთაველზეც როდგანა, ჩვენც ავდგეთ და აი ესე დავიწეროთ ქართული ოცნება და ყველა გადავიდეთ იმათ მხარეს. მაინც არაფერი აღარ ეშველებათ. აი ამათმა რაც ირანის საქმეზე გააკეთეს, ამას არ გაუტარებს უკვე არც ჩინეთი. არც ირანი, არც აზერბაიჯანი და არც რუსეთი. რუსეთი პირველი. ტიპებმა ადგნენ მათი ორგანიზებით, აი ვეუნები ხალხს პირდაპირ, მათი ორგანიზებით სამდღიანი აქცია მოაწყეს ირანიდან გამოქცეული სოდომიტებით ირანის საელჩოს წინ. კითხვას სვავ მე უბრალოდ, რატომ ირანელები არ გაიქცნენ აზერბაიჯანში? იქ რატო არ მოაწყეთ, რავა, იქ არ არის საელჩო? სანამ აქ ჩამოვიდოდნენ სასომხეთო გაიარეს, კაცო, იქ რატომ არ მოაწყეს, კაცო, აქცია? უფრო მეც გეტყვი. თურქეთთან ხო დაპირისპირებულია ირანი? თურქეთში რატო არ მოაწყეს, კაცო? რატომ მაინც საქართველოში და თბილისში? და მე ის რო წაიქცა ვიღაცა და ეს კარტინკები ხო ეს კარტინკები რო წავიდა მსოფლიოში რა, რომ ჩემი ოჯახი დახოცესო და ეს საწყალი გდია და ვაი შეს პატო, ეს აკრასტირი ხარ იქ სადიკაც. ხო, მაგრამ ეხლა კიდე გეუბნებით. ვერავინ ვერ დამაჯერებ და იქაც იციან კაცო, ყველა მიწის, ყველა სამეზობლო მიწის ეგა რომ ხელისუფლებას არ უნდოდა და ისე ჩაატარეს. კითხვას გისვავს, ბოლოს ოდის ნახეთ უკრაინელების აქცია საქართველოში. აი, გოგონს უკრაინო გამოდიოდნენ სიტყვებით და ბოლოს ოდის ნახეთ. არა, სუსუსად. ერთი წელით აღარა, უკვე მეტია გასული, რატო იცი? იქიდან რომ დაუშტინეს მეგიშენ უცბად ხელისუფლებას სპეცსამსახურებმა კაცო რა აბა უცბად მივიდნენ უთხრეს რომ მეორე აქცია იქნება რაღაცა იქნება დეპორტი ნახრე კიდევ ვინც არის ის უბრალო მოქალაქეება არც უნდა იცოდე მაგრამ გეუბნები თუ ხელისუფლებას არ უნდა ესეთი საშიშ განცხადა ეს აქციას არ ვერავინ ვერ მოაწყობდა საქართველოში. რაც არმა აი ჰუმანური იმით ყოფილიყო. თუ კი ის პირდაპირ სტრატეგიულად უკვე ძალიან ესეთი სახიფათო იმას ფორმას იძენდა, ანუ რა გამოიკვეთა ჩვენ რეგიონში, რა გამოიკვეთა. ესე იგი, ჩვენს რეგიონში ჯერ ხო იმედი ქონდათ რომ ირანის ხო გასოს იმედის სიუჟეტები და ის რომ გამოაგდებდნენ ხოლმე რომ ირანის ხელისუფლების დრო დათვლილია ანუ ტიპებს მართლა ეგონათ რომ დაემხოდნენ რამდენად უცოდინარები არიან ხმები რომ მაგათმა წარმოიდგინეს რომ იქ ამერიკა თავისად გაიტანდა ხო ადგილზე აქცია მოაწყობინეს ბიჭო ეს ყველაფერმა ხო ჩაძირა კაცო ტიტანიკივით. არაფერი არ გამოვიდათ ამერიკელებს. მაგრამ ერთი რამე გამოიკვეთა. ჩავარდა ჩვენს რეგიონში, აი ნახე რა გამოიკვეთა ყველა საშინელება. ჩვენს რეგიონში არსებობს ტერიტორია, რომელსაც ქვია საქართველო, რომელიც არის მტრულად განწყობილი. ჩვენი მეზობლების მიმართ. პირდაპირ ვამბობ. აზერბაიჯანში არის 12 კაცი დაჭერილი, რომელიც ფინანსდებოდა საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლებისგან არა, სოროსისგან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შენი სახლიდან ფინანსდება ჩემი სახლის განადგურება, კაცო. ლიბერალური დასავლეთი რა იცის ეს კაცო ალიომა ხო იმა ხო 12 კაცი დაჭერილი ჩვენებები აქვს მიცემული, კაცო. ანუ და ეს გამოიკვეთა. ანუ ჩვენს რეგიონში არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო თავისი ხალხით, იმიტომ რომ ისინი ესე უყურებენ, კაცო. ამის მერე თქვა იმ ხელზე რომ დაიხვიეს იმათმა.
ბიჭო, ვაფშე ბიძინა აკონტროლებს მათ სიტუაციასო? ესეთი უკვე წარმოდგენები აქვს მეზობლებს, კაცო, ჩვენთან. ვინ აკონტროლებს ამ ქვეყანაში ხაჭ სიტუაციას? იმიტომ რომ ესეთი სტრატეგიული შეცდომა, კაცო, პირდაპირ ამას არ გაუტარებენ მეთქი. აგერ თქვენ და აგერ ეხლა ითქვა რომ მტერი ხარ. მტერი კი არ ვარ, გეუბნებით რაც მოხდება. მარტო ტელეპრინებს და იმედს რო უყურეთ, ბიჭო, ხანახან იქ გადადით კაცო ოფიციალურ გვერდებზე ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის. აბა ნახეთ იქ რა წერენ, კაცო. ალ არაბია წაიკითხეთ, ანა რაღაცა წაიკითხეთ, გოპატრონებო, ბიჭო, მარტო რა ჩააგვით ამ სოდომიტურ ტელევიზიებს საქართველოში. გული ხელით მიჭირას უკითხულობ ხოლმე. ეს არის ძალიან სახიფათო. ეს არის კატასტროფულად სახიფათო, კაცო. კატასტროფულად სახიფათოა. ერთადერთი რაც რუსეთს უნდა დიდი ხანია. ნუ დიდი სახელმწიფოა და თავის სასწრაფოს, ხო? ერთადერთი რაც უნდა საქართველოსგან საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს იმ დასავლური აი ამ რა თქმა უნდა. ეს არის, ხო? ამ წუთში ხედავს რომ აი ამას აკეთებს შენ შიგნით. აი ეს ისეთი ცეცხლია, ძალიან რომელიც ცეცხლსაც გადაყვა უკრაინა. ეს არ არის ეს რაც ამათ მე ახლა გააკეთეს ირანზე, ირანის თემაში. ეს არ არის როგორ გითხრა, რუსოფობიული, ეს კაცო ცოტა სხვა ხალხის ძირის მოთხრა, კაცო, ამათ შენ არ გაგიტარებენ მეთქი, კაცო. მით უმეტეს ახლა პერიოდში რომ აი ახლა გუშინ, არა, დღეს ტრამპი გამოვიდა თქვა რომ ჩვენ და რუსეთო ნატო ხელს გვიშლისო. წამოგიდი დეტიპმა რა თქვა? ანუ ესენი პრემიერმა წინაკვირას ხო თქვა რომ ჩვენ კარგო არა, თქვენ ხوار გაგიჟეთო. ჩვენ ევროკავშირში მიდივარ და ნატოში. თქვენ საიდან მოიტანეთ კაცო? ეგ ჯონი პაგათურიას გასცა პასუხი რა. ისე ვაფშეტა. მაგით. ანუ და ის სადაც მივდივართ ის კაცი გამოვიდა და ამბობს ბიჭო, რავი, მე და რუსეთო ეგ თქვენი კონსტიტუციაში რო გიწერიათო, ახლა ხელს გვიშლის უკეო. მარაზმი ნახე ახლა აქ რა ხდება? აქ ჩვენთან. ჩვენი საგარეო მინისტრი ჩარბის იქ ნიუ-იორკში გაეროს შტაბში აქტიურად იღებს მონაწილეობა და ხელს აწერს რომ რაღაცა რუსეთის დასჯასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. პარალელურად ჩვენი არც ერთი მეზობლები, არც აზერბაიჯანი, არც სოფეთი, არც თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა. даже დარბაზი დატოვეს და გავიდნენ ხალხო. წარმოგიდგენთ, ეს ხო განცხადებაა, კაცო, რომ მე ვარ თულად იმ სამყაროს წევრი ვარ, ვისაც ირანის განადგურება უნდა, კაცო. ეს ქვეყანა არის იმ საზოგადოების წევრი, რომელსაც უნდა გაანადგუროს ჯერ ირანი, მერე ჩინეთი და მერე ასე შემდეგ, მერე მოყვება თურქეთსაც მიადგებია. ანუ ხდებით რა გეუბნებით? და ამ დროს აქ თუ დაინახა რომ ხელისუფლება ჩვენმა რომ ცოტა ან მოეჩვენა რომ სასწორი გადაიწია, შეიძლება აეროდრომებით დაუთმოს აქედან ასაფრენი. აქედან ესენი მე კი არ მოვუყ, მაგრამ ესენი ესე უყურებენ, კაცო. ეხლა რატო აკეთებს ხელისუფლება მაგას? ყველაზე თავი ბაგი. ეხლა რატო აკეთებს მაგათ? ესენი ყველანი არიან თავი გაიზარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ნებისმიერი პაპუაშვილი, კობახიძე, ყველა არის გაზილები იქა. მაგათი როგორ ვქوانთ, იცით, წარმოდგენილი პოლიტიკური ცხოვრება და ეგ ეგრუნათ პოლიტიკა რა. რომ ეხლა ჩავალ სტრასბურგში, ბრიუსელში იქ ხელს ჩამოვართვევ, ესე დაყენებული ღიმილით, სიტყვით გამოვალ და რაღაცა ეგ, მე ეიფელის კოშკთან ფოტოს გადავიღებ ამ ევროკავშირის დეპუტატებთან ერთად და აი ამ კანიწელში გაიზარდნენ, კაცო. მთელი მათი გააზრებული ცხოვრება ტრადიციულ სამყაროს ეძახოდნენ დიქტატურა ირანია და ასე შემდეგ და სისხლის მსმელები. ახლა ერთ მშვენიერ დღეს მაგათი სამყარო ჩემმა სამყარომ კიდევ ერთხელ გეუბნები თავს მოიბრალებენ კიდე მაგასაც ვიტყვი რატო ჩემმა სამყარომ ეგ სამყარო დააშალა და ჩამოანგრია კაცო ეხლა ტიპებმა არ იციან როგორ იცხოვრონ დალში აი როგორ გააგრძელონ ქვეყნის მართვა თქვენ მომებით იქ ჩაიბრა სადღაც წავიდეს სხვაგან მეტი არ იციან კაცო
რომ ცოდნოდა ახლა გიჟები ხო არ არის ახლა თავისთავად ესე გაიუბედურო მაგათი ის რაც ეგონათ რომ ესე მართვა იმართება სახელმწიფოები ხო თუნისი არ იმართება მაგათ პერიოდში დაემთხვა რომ ის ჩამოინგრა ეს ყველაფერი მაგათი სტრასბურგები და ბრიუსელები და ეხლა ყველა თავად გეტყვით შესაბამისად გეოგრაფიულად ისეთ არეალში მოხვდნენ ეგენი თავისი სოფხედულობით რომელიც გარშემო არის მხოლოდ ტრადიციული სახელმწიფოები კაცო მხოლოდ ტრადიციული სახელმწიფოებია მის გარშემო ანუ ასე არის ჩარჩენილი რა ეს ერთი დგანა და ერთი ევროკავშირის დოსას აფრიალებს და მეორე ამერიკის და გარშემო არის როგორი აი ბიოლოგიურად დაპირისპირებული ამ დროშასთან კაცო აი რასაც ესენი აფრიალებენ ისინი ადგილობრივად მთელი მისი არხით არიან დაპირისპირებული ამ დროს იციან რომ ამ ტერიტორიაში ბიჭო აი აგერა ჩვენი ქვეყანა როცა ვეუბნები კაცო 71,000 კავკასიელი ომობს იქ ხო ბიჭო ხო ამასაც ხო დიდი გათვლა არ ჭირდება ისინი რომ დაბრუნდებიან კავკასიაში როგორი წარმოდგენა გაქვთ თუ ესე დაიკაპისებენ აბა ხედავთ აბა მომეც ახლა თოხი და უნდა იმას მიხედო ოქანასო ამ ილუზიებში არიან ეგენი და ჩამოდის თავის კავკასიაში და ხვდება